მე შევქმენი სრულიად ახალი აკაუნთი, სადაც ვიყიდე Brawl Pass-ი და გავმაქსე. ამ აკაუნთზე არის 0 ბრაულერი. როგორც ისიც Brawl Pass-ის ფასი გაძვირდა. Brawl Stars-ი კი ირწმუნება, რომ პრიზებიც გაძვირდა. დღევანდელ ვიდეოში გავტესტავთ 0-იან და სრულიად ახალ აკაუნთზე თლიანი Brawl Pass-ის გახსნა თუ რამდენ პროგრესს მოგიტანთ. აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რადგან მგონია რომ ძალიან საინტერესო გამოვა. ჩვენ კიდევ ვიწყებთ და დავიწყოთ მეგობრებო. მოდი ძალიან ბევრი რამ შეიცვალა Brawl Pass-ისგან, იმას შემდეგ რაც ბოლოს ვიყიდე და როგორც ხედავთ მეგობრებო, თითქმის ყველა პრიზი შეიცვალა. დაემატა ასეთი ტიპის გასაღებები, რომელსაც თუ ავიღებთ, ჩვენ პირადად შეგვიძლია ავირჩიოთ ამ გასაღებით ერთი ნებისმიერი პრიზი აქედან. რადგან ჩვენ გვაქვს ესეთი ვარსკვლავის გასაღები, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ 2000 ქოინი, 5000 ბლინგი ან 2000 power point-ი. რადგან ქოინები უკვე მაქვს და დღევანდელ ვიდეო უფრო აკაუნთის პროგრესი იქნება ვიდრე სკინებზე, გადავწყვიტე რომ power point-ები ავიღო პირველივეზე. Okay, Brawl Stars ვიცი როგორც უნდა გავაძლიერო. ასევე Brawl Pass Plus-ი თუ გაქვთ ესეთი ბაფის გასაღებიც გვაქვს, საიდანაც ავირჩევთ კონკრეტულ ბრაულერზე ბაფის. ოღონდ ბაფიები 1000-ზე იხსნება, ამიტომ დღევანდელ ვიდეოში ბაფიები არ გვექნება. მოდი კიდევ ერთი ვარსკვლავის გასაღები ავიღოთ და ამჯერად ავირჩიოთ აქედან ქოინები. კიდევ მეტი ქოინები და 100 ჯემი. 1000 power point-ი, 500 power point-ი, 1000 ქოინი მშვენიერია. და სკინის გასაღები, რაც კიდევ ერთი ახალი რამეა. როგორც იცით, ახალი Brawl Pass-იდან აწ უკვე 2 სკინი გამოვა ხოლმე თითო სეზონში და ამ სეზონში ჩვენ გვაქვს არჩევანი ან სტუს ან გეილს შორის. მოდი ვგლიჯოთ სტუ. სამწუხაროდ Brawlers ვერ გავხსნით, მაგრამ ესეთი მშვენიერი სკინი გვაქვს. და მისი სხვადასხვანაირი ფერის ვარიაციებიც მოყვება თურმე და საკმაოდ ბევრი პინები, რაც მე მგონი მშვენიერია. ბლინგებიც ავირტყათ, რესურსებიც ავიღოთ კიდევ. კარგი, ამჯერად ისევ power point-ებს ავიღებ აქედან. ძალიან მაინტერესებს ვიდეოს ბოლოს რამდენი ბრაულერი გვეყოლება და როგორ იქნება ჩვენი პროგრესის ამბავი. და მეგობრებო, რაც ყველაზე მეტად მოგვენატრა, მეგაბოქსები დააბრუნეს ისევ Brawl Pass-ში, 9 კლიკი დავარდა მეგობრებო. რაც არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ მე მგონი 0-იან აკაუნთისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს. მოდი ვნახოთ როდესაც იმციმებს, იმიტომ რომ საერთოდ არაა იმციმა. კარგი, უცნაური იყო. მოდი კრედიტები ვგლიჯოთ და უკვე მგონი ჩვენ პირველ ბრაულერს მალე გავხსნით. და ჩვენი პირველი ბრაულერი კოლტუნია უკვე გაიხსნა და ბულის გახსნას დავიწყეთ. ბრაულერის გასაღები ეს ძალიან საინტერესოა, ნახოთ აბა. აი ეს უკვე საკმაოდ დასაფიქრებელია მეგობრებო. რა ამბავი ბრაულერები არიან, გამიშვით. Epic Brawlers 1 ცალი გასაღები უნდა, Ultra Legendars 6, Legendars 4 და Mythics 2. ძალიან საინტერესოა აქ როგორ უნდა მოვიქცეთ მეგობრებო, იმიტომ რომ შემიძლია რომ რაც შეიძლება ბევრი ბრაულერი მყავდეს და ეპიკები მივახსნა პირდაპირ ან შევინახო და ლეგენდარი გავხსნა. მაგრამ მოდი არ შევინახოთ, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია რომ ბევრი ბრაულერი მყავდეს და ეპიკით დავიწყოთ, იმედია ლეგენდარსაც შევძლებთ რომ გავხსნათ და იმედია მითიკების გვეყოლება. ძალიან ბევრი ეპიკ და მითიკ ბრაულერები არიან თამაშში და ეპიკ ბრაულერებიდან მოდი ჩემს საყვარელ ეპიკ ბრაულერს ავარჩევ. და მოდი მეგობრებო, მაგასაღებით გავხსნათ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ეპიკ ბრაულერი მენდი. ასეთი ულამაზესი პინიც გვაქვს. დალაიქეთ მეგობრებო, როგორც პირმა გითხრათ. 3000 ქოინი რაც ძალიან მაგარია და ახალი პროგრესი თამაში ქაოს სტარ დროპები, რომელსაც პირველად ხსნი და ვნახოთ რას დააგდებს, სუპერერზე გადავიდა და გაიხსნა. 50 power point-ი ნორმალურია. კვლავ ჯემები და power point-ები, ბლინგები, მეტი ბლინგები და სტარ დროპები, რეერიდან არაფერი დავარდება, ძალიან კარგად ვიცით და გავხსენით უკვე ჩვენი მეორე ბრაულერი ბული. კიდევ ერთი რეერის გახსნა დავიწყეთ. მოდი ავიღოთ ქოინები, ბლინგები და კიდევ სტარ დროპები. ეპიკიდან ბრაულერი შეიძლება დავარდეს, მაგრამ არ გვიმართლებს. power point-ები, ბლინგები, სტარ დროპი და უკვე მესამე ბრაულერი ბროკიც გაიხსნა. და ძლივს სუპერერის გახსნა დავიწყეთ. ტრიკო, რომელსაც უკვე მალე გავხსნით, იმიტომ რომ კრედიტები საკმაოდ მომრავლებულია სხვას შორის. ესეთი გლობუსის სპინი, სტარ დროპი კიდევ ერთხელ, მითიკი სრულიად ახალი აკაუნთისთვის მე მგონი ცუდი არ არის და კოლტის სკინი. თავიდან მეგონა რომ კოლტი დავაგდე. კიდევ მეტი ქოინები, რაც არ გვიჭირს ქოინებია. ბლინგები საკმაოდ ბლომად გვაქვს უკვე. და ჩვენი რიკო ეხა გაიხსნება წესით. ეგ არის. და ლეგენდარის გახსნას ვიწყებთ უკვე. თამაში მიხვდა რომ სპაიკი უნდა გამეხსნა. გემები, პინები, ბლინგები, სტარ დროპები, მოკლედ ყველაფერი გვაქვს. ჯერჯერობით რაც ახალ Brawl Pass შევამჩნი, ეს არის რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი პრიზებია ვიდრე ადრე იყო ხოლმე. ქოინები მოკლედ მართლა მომრავლებულია. ჰაუს სტარ დროპი კიდევ ერთხელ. იმედი აღარ გამიცრუქთ ხო? უკვე სუპერერი, ეპიკი
როგორც ვიცი, შეიძლება გამრავლდეს კიდეც, ამიტომ მედია მითიქსე გადავედით. 2 მითიკი. 2 მითიკი ძალიან კაია, აბა ვნახოთ. კოლტის 80 ჯემიანი სკინია, ეს ვიცი. და მეორე ლილი დავაგდეთ. Let's go. ძალიან მაგარია ქაოს დადროპები, ძალიან მომწონს. ბუმ. ძალიან ბევრი კრედიტია აქვს. მოდი მაგას შევინახავ. და კიდევ ქაოს დადროპი, რომელიც ჩემი საყვარელია. აბა ვნახოთ. ეპიკი, სპაიკი დავარდა ეპიკიდან. ესეთი რამე შესაძლებელი თუ იყო, რატო არ ვიცოდი აქამდე. ქაოს დადროპი მე მგონი ყველაზე მაგარი რამეა, რაც გამოსულა. ახლა ჩემი კრედიტებით ისევ ბრაულერების გახსნა შევძლებ. რაც ძალიან მაგარია. ბარლი გავხსენით, ახლა ჯესისაც ეგრევე მივახსნით. მე მგონი ამ რეარსაც ეგრევე მივახსნით, ნიტაც გაიხსნა და მგონი ამასაც ეგრევე გავხსნით 200 კრედიტით. არა, ეს ვეღარ გავხსენით ეგრევე. გემები ავიღოთ, კიდევ მეტი კრედიტი და დაინამაიკი გავხსენით უკვე. მოდი ცოტა ხანი შევისვენოთ და უკვე 12 ბრაულერი ყავს მეგობრებო, როგორც ხედავთ. სასწაულია პირდაპირ ნახეთ. მითიკი, ლეგენდარი და ეპიკი უკვე გავხსენით. გავაგზელოთ, თან სპაიკი მშვენიერია, ჩემი საყვარელი ბრაულერია. ელ პრიმოც უკვე გაიხსნა. ესეც ჩვენი მე-13 ბრაულერი და მორტისის გახსნა დავიწყეთ. და ნახევარი ბრაულ პასი უკვე ამოიწურა. იმედია მორტისის გახსნასაც შევძლებთ. ჯერჯერობით შემოლოდინს სიმართლე რომ გიხდათ გადააჭარბა. მოდი ესენიც მივახსნათ უცებ. კიდევ მეტი კრედიტი და დავუბრუნდით ქაოს სტარდროპს. აბა თუ კიდევ გამაოცებს, ვნახოთ. სუპერეარი 4 ცალი, 4 ცალი სუპერეარი, მინდი რა. ნუ სუკოინები იყო, მაგრამ წარმოგიდგენთ 4 ცალი ლეგენდარი რო დაეგდო რა იქნებოდა. როგორც ვიცი, თან 8-მდე შეიძლება რომ გაიზარდოს. შორის გასაღებები დასაწყისში უფრო იყო, ახლა საერთოდ აღარ შემხვედრია არც ერთი. ძალიან ბევრი კოინია და კიდევ ერთი ქაოს დადროპი, მიდი რა. 50 ბლინგი, კოინები ძალიან ბევრია, ისევ და ისევ, ნახეთ, 40,000 კოინი მაქვს. PowerPoint-ი 10,000 გვაქვს. უი, მეგობრებო, კიდევ კაი გამახსენდა. მოდი ბრაულერები გავაძლიეროთ. იმიტომ რომ გაჯეტები გავხსნათ. ყველა ბრაულერი 7 პოვერზე აყვანა შევძელი, იმიტომ რომ თამაშის დასაწყისში უფასო პრიზები ავიღე შოპიდან და ესეც დამეხმარა. პლუს ჩემი ბრაულ პასში აღებული 200 ჯემით ვიყიდე BB. აკაუნტზე უკვე 14 ბრაულერია, მხოლოდ და მხოლოდ ბრაულ პასით. აქედან 1 ლეგენდარია, 2 ეპიკი, კიდევ 1 მითიკიც. გავაგზავნოთ მეგობრებო, გახსნა მოდი სუპერეარი უკვე გვაქვს. მორტისის წესით მალე გაიხსნება, მაგრამ არ ამგონია რომ მორტისის გარდა თუ სტადროპებში არ გაგვიმართლა კიდევ რამე ბრაულერის გახსნა შევძლოთ. კოინები კი ბლომად გვაქვს, ნუ ბლომად აღარ გვაქვს, მაგრამ მაინც ბლომად იყო. და ლეგენდარი სტადროპი აქედან შანსი იყო რომ რამე ძალიან კაი დავარდნილიყო, მაგრამ არ გაგვიმართლა. მითიკი, მიდი რა. კაი, არა, კოინებიც არაა ცუდი. მაგრამ კრედიტები უფრო კაი იქნებოდა ამ ბრაულერი. აი, ბრაულერი ვახსენე და ბრაულერ K მოგცეს დიდი ხნის შემდეგ და მოდი ისევ ეპიკი ავიღოთ, იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრი ბრაულერი გვინდა. მენდი და ბები ავიღეთ. კიდევ რომელი ეპიკი მომწონს, ახლა გადავხედოთ, აბა. შეიდი სხვადასხვის ძალიან მომწონს, ამიტომ მოდი შეიდი ავიღოთ მე-3 ეპიკ ბრაულერად. მეგაბოქსი დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა, ისევ 9 კლიკით, მოდი უცებ მივასპიდრანოთ, იმიტომ რომ არ ამგონია ისევ რამე კაი დავარდეს, როგორც გითხარით, ნახეთ, მეგაბოქსები საშინლად გააფუჭეს ამ თამაში. ესენი მივაყაროთ, ესენიც ავიღოთ, 200 კრედიტიც ავიღოთ და მე მგონი მორტისი ვერ გავხსენით. ნუ, სამაგეროდ მეორე სკინსაც ეხა ავიღე. გეილის ასეთი ულამაზესი სკინიც უკვე ჩვენია. ეს ტიტულიც ავიღეთ და დაგვრჩა ბოლო ქაოს დროპი, რომლიდანაც ნახოთ როგორ დაასრულებს. საკმაოდ ცუდად. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, როგორც ხედავთ, გავხსენით 15 ბრაულერი, აქედან კი 1 ლეგენდარი იყო, 1 მითიკი, 3 ეპიკი. 7 პაუერებზე აყვანა შევძელით უმეტესი მათგანის და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ბრაულ პასის პროგრესი ნამდვილად გაიზარდა. პლუს შევძელით გეილდის და სტუს 150 ჯემიანი სკინების აღება და კოლზე 80 ჯემიანი სკინისაც. დღეისათვის სულ ეს იყო, უცბად დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, ჩვენ კიდევ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ნახვამდის. ჯერ არ დასრულებულა 5000 ბლინგი გვაქვს და სპაიკზე ვიყიდი აი ესეთ ახალ რაღაც კარეტა სპაიკს. ნახვამდის.